YouTube-ზე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თავადური გვარი აქვს და მანქანების განხილვას აკეთებს, ნიკა აბაშიძე. Need for Speed ბავშვობაში ხო გითამაში? ეს ვთამაშობდი ხოლმე მაგალითად რა. კი, მეც. ჩაიწერე. ვინ არის მძღოლი, რომელიც ღამის 4 საათზე მანქანას აგზავებს და დაძინების საშუალებას არ გაძლევს? მოყლევებ. Sorry. დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და ბიჭები ამოარჩევენ გამარჯვებულს და რომელიმე გამარჯვებულს როცა ამოვიჭე, უნდა 200 ლარიან ქაროს ვაუჩერს ვაჩქებ, უნდა 200 ლარიან სელოს ვაუჩერს ვაჩქებ რა. თურმე გათამაშება გვაქვს მეგობრებო. გიორგი სარიშვილზე უკეთესი კონტენტი გაქვს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Smart Podcast-ს, მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. სხვათა შორის ჩვენ უკვე 5000 ვართ. 5000-ნი ვართ. კი და ძალიან კარგია. კი და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ მეგობრებო ჩვენი არხი უფრო და მე უფრო რატომ მეტი მეგონა ვიდეოს. უფრო მეტი? იმიტომ რომ შენ მგონია რომ ამდენი ნახვაც ვიდეოს აქვს, იმდენი გამომწერი გყავს და ეგრე ხო არ არის, იმიტომ რომ დაახლოებით 70%, რომელიც 85 იყო და 15% გავაუმჯობესეთ. უკვე ჩვენი გამომწერია და კიდე იმ ადამიანებს მიმართა ვისაც არ გამოუწერია, გამოიწერეთ, დაალაიქეთ რომ ალგორითმი მოვეწონოთ. ძალიან მაგარ რაღაცას. თან იმიტომ უნდა გამოიწეროთ რომ დავბრუნდით ძალიან მაგარ სტუმართან ერთად. ხო? რომელსაც ჩვენ გამოვაცხადებთ, ოღონდ ეტაპობრივად, იმიტომ რომ ჯერ არ შემოსულა ნიკა. ნიკა გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად თქვენ როგორ ხართ? კარგად, მადლობა რომ მოხვედი, მადლობა რომ გვესტუმრე. პირიქით, მადლობა. მოკლედ ჩვენი პოდკასტის დასაწყისში გვაქვს ხოლმე ესეთი ამბავი, რომ დითეულ ჩვენ გვაქვს ხოლმე ჩვენი წარდგენა სტუმრის რა და სამ ვერსიას შემოგთავაზებთ და რომელიც მოგეწონება იმაზე შემოდი და დავიწყოთ მე. თუ თანახმად. მოიცა რატო ვაკეთებ ხოლმე? უნდა უთხრა ადამიანს. იმიტომ რომ ჩვენ ინდივიდუალური ადამიანები. როგორც შენ, ესე უნდა უთხრა. აი ნელა ვისწავლი ხოლმე. მაგრამ სანამ წარდგენებს დავიწყებთ, მაყურებელს უთხრათ ჩვენი სპონსორების შესახებ. ჩვენი სპონსორია ძალიან მაგარი კომპანია Dorhouse-ი, კარის სახლი, ლინკი გვაქვს აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ეს ძალიან მაგარი კომპანია. ასევე ჩვენი სპონსორია მსოფლიოში უდიდესი კომპანია Tesla და მე მინდა ხალხს უთხრა რომ შეიძინეთ ამერიკული ელექტრომანქანები, მართეთ მომავალი. YouTube-ზე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თავადური გვარი აქვს და მანქანების განხილვას აკეთებს, ნიკა აბაშიძე. აი ასეთი კარგი იყო, სოლიდური იყო რა. კი, გაიყო. ძალიან სოლიდური. აი მეორე ვარიანტი მიდი. დღევანდელ აუქციონზე იყიდება სტუმრის მოწვევის ვარიანტი. ნიკა აბაშიძე. სამღარა. ნიკა აბაშიძე 1, ნიკა აბაშიძე 2, ნიკა აბაშიძე 3. მოწვეული. კაი, მესამე ვარიანტი ჩემია, ხო? მეცა. დღეს ჩვენთან სტუდიის ეზოში მანქანა შემოვაყენა, ჩააქრო. სხვისი მანქანა შემოვაყენა. ჩააქრო, გასაღებით დაკეტა. მერე გადაამოწმა ხო მართლა დავკეტეო. მერე კარი ორჯერ გამოაღო, აღმოჩნდა რომ დაკეტილია, მერე საბურავს ფეხი მიარტყა და ჩვენთან სტუდიაში შემოვიდა ნიკა აბაშიძე. აი ესეთი გამოცხადა. უნდა აირჩიო. აი ერთი ეს რა არის, იცი? კარი გადაამოწმა, რო თქვა, შიში გამიჩნდა რომ გადავალა. კარი და სხვისი მანქანით ვარ მოსული. სხვისი მანქანით ვარ მოსული, ხა უნდა მოვიდეს გამიცვალოს ისე. არა, გადამოწმებულია. გადამოგეშინია ჩვენ არა, ჩაკეტილია. ხო. თუ არა და სან-ფრანცისკოში არ ვართ ახლა რომ იმემ გატეხოს რა და. არა, ეს დიღომია. დიღომში არა, სან-ფრანცისკოში რო ვიყოთ, მაგრამ ვინერვიურობდი, ჩავირუბენდი და ორჯერ გადავამოწმებდი. რატო? ეგეთი შემთხვევები. აი TikTok-ზე შეიძლება ჩაწერე სან-ფრანცისკო მანქანის გატეხვა. ჩაწერე და ნახავ დილით დღისით მიდიან ტიპები ესე ჩაგიმსხროვენ ფანჯარას, ესე თან ამაზე ხელი არ გაიჭრას. ამოიღებს რაც კი გაქვს, საერთოდ ჩაიდებს, წაიღებს. ჩაიდებიან, წაიღებიან. ოღონდ მართლა. რა კაია რომ სან-ფრანცისკოში არ ვცხოვრობ. და ძალიან მაგარი ისაა რომ ბოლოს 23-ში ვიყავი. ხო, 23-ში. რომ ბოლოს რო ჩავედი, ნახე რომ რაღაცა კომპანია არის, ალქემისტი ქვია. და რაღაც მე მეგონა რომ რაღაც ტეკ კომპანია რაღაცა რა. და იხსო ბევრი ისინი ოფისები, მანქანები დავინახე, ეს ფურგონები რა. მეთქი რაღაცა. ეს ზოგადად ვარ ქართველებთან რა და ყვავია რომ რა ქნესო იციო რა რაღაცა კომპანია გააკეთე სულ ალქემისტი ქვიაო გამოიყვანეს ციხიდანო ისინი ძალადობაზე დაჭერილი ვინც იყო გამოუშვესო დაასაქმეს ამ ალქემისტშიო და აი რო გადმოდიან ეგვერძე არის სან-ფრანცისკოსთან ქალაქს საიდან ეს ტიპები გადმოდიან და იპარავენ ყველაფერს რა ხელში ტელეფონით ვერ გაივლი გაქცევენ გაიქცევიან რა ძალიან საშია ხო
ეს ტიპები ვინც არის, შეამჩნევენო რაღაცას მაიმუნობენო, შეათრევენო ამ იმაში ფურგონებშიო, მაგრად ცემენო, გადაიყვანენო ხიდზეო, დააგდებენო და გადმოვლეხოლმეო რა. კომპანია რომელიც დაიქირავებ რომ აუ რას და ეს ოფიციალურად ესეთი ალქემისტი არსებობს. იგი ამერიკაში ანტიკრიმინალური ის არის ხო სამსახური. რაღაცა ეგეთი. ანტიკრიმინალური სამსახური რომელშიც კრიმინალები მე ფაქტს არ შევსწრებიო, მაგრამ როგორც ამიხსნეს კომპანია თქო მაგას აკეთებს რა. მაგრამ უნდა გააკეთო ერთი ქართველი გოგო იყო იმაში, WeWork-ში იყო რა და ქართულად რაღაცა თქვა და ვა მეთქი ქართველი ხარ რაღაცა. კიო, რა მეთქი რამდენი ხანია აქ ხარ თქო რაღაცა ესა და უშინო ტელეფონი მომპარესო რა, იმაში მივდივარ ვეხაო, უნდა გამოვიტანო ახალიო რა მოხდა მეთქი ეს მოვდიოდიო და წამტაცა და გაიქცაო რა და ეგრე ჩვეულებრივი ამბავი რა. ძალიან საინტერესო დაიწყო ნიკამ, მე ვიცი ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა იცის ნიკამ, მაგრამ ჯერ უნდა თქვას, რომელი მოეწონა რომ შემოვიდეს. ყველა ჯერ კი, 3-დან 1 ნუ აი. რომელი მომეწონა რომ შემოვიდე? ვა, რა საინტერესოა. მოდი თავადზე თავადი. თავადურად და სოლიდურად. მივესალმოთ და დავიწყოთ შეიძლება და პირველი ასეთი ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. მანქანები გიყვარს? კი, ძალიან. რატო მიყვარს, ოღონდ არ ვიცი, ფიქრობდი სხვათა შორის ამ დროს რატო მიყვარს მანქანები, მაგრამ შეიძლება კარგად რო იცი, მე მაგითო გიყვარს. სოდნამდე მიყვარდა. მანქანები იცი როდიდან მიყვარს? ბავშვობიდან ვიყავი, ძალიან მოუსვენარი. აი, ჩემს ზრთული ასტანი ბავშვი აი არ არსებობდა რა. და ერთადერთი ვჩერდებოდი ხოლმე მაშინ 5 წელს რო ვიყავი, როდესაც ეს ფანჯარასთან დამსვავდი ხოლმე და მანქანები რო დადიოდნენ გზაზე, მაგას უყურებდი და მთელი დღე შემეძლო ვარიყავი, არ გამძრეულიყავი და მანქანებისთვის მეყურებია. როგორც კი იქიდან ჩამოსვავდნენ, ეგრევე ისევ ტვინის ჭამა, ჟული საჭე მქონდა სახლში, ესე დაურბოდი და ხმები გამოვცემდი რაღაცა. მაგ დროიდან მიყვარდა ეხლა. ოღონდ მაშინ ქალაქში ალბათ ბევრი მანქანა არ დადიოდა ხოლმე და ეს მეცაც გეტყვი გზას კი არ იყო წინ დაგებული ავჭალაში გავიზარდე მე და იამები იყო, როგორი იცი რომ ანუ დაბალ პასატკიანი მანქანით იგივე შეხვიდოდი რა და დიდი მანქანა უნდა ყოფილიყო. იამია გზაზე ნელა ეს ლიბანის ქუჩაზე როგორ სხვა მიდიოდი. შორის მე და ნიკას ქონდა ბავშვობაში ეგეთი ის რომ აი სოფელში ჩავდიოდით ხოლმე მაგალითად ეგეთი შეჯიბრი ქონდა ხოლმე რა აი მანქანაზე გახსოვს თუ ფირმა მანქანა ჩამოივლიდა ნიკას ქულა ეწერებოდა და თუ ბანზი მანქანა ჩამოივლიდა ძველებური მანქანა და აი ეგრევე შეჯიბრებოდა მეორე ვინიგებდა მე ვინიგებდა რავი ხანვინ მაგრამ და მეორე თამაში ისიც იყო აი რომ გაიჩნდა მეორე თამაში რა სოფელიკოეთ ეგეთი რომ ფირმა მანქანაზე სურამში და ცენტრალური გზახოვით გადიოდა ხოლმე და რაღაცა და ხო და მეორე თამაში იყო ის რა ანუ დასავლეთიდან თბილისში ვინც რამდენი მოდიოდა და თბილისიდან დასავლეთში რა მაგას აკონტროლებდი ხო და მე ვირჩევდი ხოლმე რომ თბილისიდან რამდენი მიდიოდა დასავლეთში და მე ვითვლიდით ხოლმე და ეგრე ვერთობოდით ხოლმე რა და ანუ მანქანები ჩვენც გვიყვარდა ბავშვობიდან ეხლა TikTok-ით გართობას ბავშვისას ჯობია ბევრად არა კი მართლა კაი მოდი ახლა მანქანების საკითხი დავიწყეთ და ესეთი რაღაცა ვიკითხოთ ჩვენ რომ აი პირველი მანქანა რა იყო შენი აი ვითი დაიწყე რომ აი პირველი მანქანა ეგ იყო და ჩემი პირადი ხო შენი პირადი ოფიციალური 18 წელს რო გავხდი მამაჩემ დამპირდა რომ უნივერსიტეტში თუ ჩააბარებო და რამე დაფინანსებას მაინც თუ აიღებო Evolutions გიყიდიო ჩავაბარი ავიღე დაფინანსება და მიყიდა Forester-ი 2.5 ტურბინო Evolution-ით მოკვდებიო ხო და ეგ იყო ჩემი პირველი მანქანა თეთრი Forester-ი 2003 წლიანი 2.5 ტურბინო ძალიან მაგარი მანქანაა რომელ წელს ჩააბარე უნივერსიტეტში 2003-ში 2003 წლიანი მანქანა ყავდა 2003-იანი კაი მანქანა $6,000-იანი მანქანა იყო მაშინ ეგ ხო და მაშინდელი $6,000-იც არისო ხო არისო ეგრე 36 უფრო ძვირი ღირდა ბევრად მაგალითად მანქანაზე იაფიანი მანქანა მყავდა მაშინ რა იაფიანად ითვლებოდა ეგ იმიტომ რომ ეგ როგორი პერიოდი იყო იცი მაშინ მანქანები $2,000-3,000 არ ღირდა იმიტომ რომ მარჯვენა საჭიანები ეგრე არ შემოდიოდა მაშინ რა მანქანები შეეცაწყებოდა სადღაც 5-დან გერმანია, ამერიკიდან ჩამოსული მანქანები იყო. მაგის მერე შემოიყარა მარჯვენა საჭიანები, რომლებიც უკვე იაფების ღირდა, რაღაც სამპიროდ რო გავიგერო, ვიღაცამ 3,000-ად იყიდა მანქანა, მეთქი ხო არ გადაო, მანქანა ნახდა ეგეთი იყო. ხო ესე იაფი რო ღირდა. 36-ზე ოცნებობდი რა, რაღაც პერიოდი. ხო ის სულ მერე ოცნება. კი, ყავდა 36-ი. აი მაგის მუღამი რა არის აი სიტყვაზე, რატო ღირს მარჯვენა საჭიანები უფრო იაფი? და იაპონიაში ხო და უფრო იაფი ჯდება მხოლოდ და მხოლოდ ეგ მიზეზია კი მეტი არაფერი რა იდეაში იაპონიაში ღირს უფრო იაფი ნახე ახლა რა ხდება რა სოფლიოში 90% ქვეყნებში მანქანების აქვთ მარჯვნივ მოძრაობა ანუ მარცხენა საჭიანებია ხო ხო მხოლოდ 10%-ია მარცხნივ მოძრაობა ანუ მარჯვენა საჭიანები შესაბამისად
როდესაც უშვებ 100 მანქანას, 10 მანქანაზე გაქვს მოთხოვნა მარჯვენა საჭიანობის და 90-ზე მარცხენა. რომელზეც მოთხოვნა უფრო მაღალია, შესაბამისად ის უფრო ძვირია, იმიტომ რომ მარჯვენა საჭიან მანქანას ტიპი რო იყიდის იმ 10%-ში, რო ყიდის ბაზარი გასაყიდე აქვს მარტო 10%. ეხლა ქართველი ყიდულობს მარჯვენა საჭიანს სვეჟი იქნებოდა თორე ეხლა მარჯვენა საჭიან იმას Mercedes 100 წელი არ იყიდის ამერიკელი. შესაბამისად უწევს დაბალფაში გაყიდვა, რომ გაყიდოს ეს თორე. მოიცა რომელ ქვეყნებშია? ბრიტანეთშია, კვიპროსშია, ვიცი? კვიპროსში შეგვხვდა. კვიპროსი, იაპონია, რაღაცა ქვეყანა არის, იაპონია, ხო. იაპონია. აფრიკაში ბრიტანეთის გავლენის ქვეშაც იქნება, ყველგან იქნება ეგ. ხო, ალბათ. ხო. თუ არ ვწდები იქითაც რომელიღაც ქვეყანაში არის ზელანდია თუ ფიჯი. და რატო გადაწყვიტეს ეს საერთოდ? ანუ რატო მოაწყოს? აი ნახე, ხო დაპროექტა გზები თავის დროზე და ხო გაკეთდა. და რატო გაირჩიო მარჯვენა? მარცხნივ იყო თავიდან? ანუ ეგ არის დედალი ეგ არის? მოძრაობა მარცხნივ იყო მაგალითად რა. სწორი ეგ არის, ხო? სწორი ეგ არის. მაქედან წამოვიდა. უბრალოდ მე ეგ არ ვიცი რატო. ეხლა შეიძლება ჩვევის ბრალია, მაგრამ Need for Speed ბავშვობაში ხო გითამაშე? იმ Need for Speed-ზე რომელზედაც გადაყვანა არ ვიცოდი, სანამ გადაყვანას ვისწავლეთ, რომ ღილაკები შეცვლა შეიძლება, ესე ვთამაშობდი ხოლმე მე მაგალითად რა. მარცხენა ხელით ვატარებდი და რუჩნაის ამით ხვარობდი მარჯვენათი რა და ინსტინქტია ალბათ რომ მარცხენა ხელით მიმართულებას უკეთესად აძლევ რაღაცას რა და მაგიტო ალბათ გადმოიყვანეს თორე ისი არ ვიცი. ან შეიძლება პროპაგანდაც აიღოს კაი. არა, ხო რაღაცის რა ხო, რაღაცის იაპონელი დადის აგერა. ხო, ეხლა იმიტომ რომ აი მემარჯვენისთვის მაგალითად ანუ აი მექანიკაზე სიტყვაზე მარცხენათი, მარჯვენათი უნდა გადართო. მარცხენა ხელით უნდა გადართო. მარჯვენა საჭიანზე. მარჯვენაზე ხო და მარცხენაზე ვამბობ რა. ხო, ამ მარცხენა საჭიანზე კომფორტი არის პირიქით რა, მემარჯვენე ხელისთვის, ხო? არა, პირიქით არ არის კომფორტი ჩემი აზრით. ანუ მარცხენათი გიწევს ის საჭე? ხო. არა? რავი, ჩემთვის უფრო კომფორტულია. ჩემი აზრით მიჩვევაზე. მიჩევაზეც არის. თორემ მე ვიცი ადამიანი მარჯვენარულიანი მექანიკა უყვარს ყველაზე მეტად. შეიძლება რობია რომ მარჯვენარულიანი მექანიკით აღმოვაჩინო რომ თურმე მარჯვენა საჭიანი მანქანა მე უფრო მეკომფორტულება ვიდრე მარცხენა. მე არ მივლია ეხა ეგრე დიდი ხო არ იცი და მაგითო. შეიძლება ჩვენთვის უფრო ბუნებრივი მარჯვენივ სიარულია რა მაგას ვერ გაიგებ. ხო, ვერ გაიგებს ანუ. და პროსტა მივეჩვიეთ იმიტომ რომ წამყვანი ეკონომიკა წამყვანი ღია ეკონომიკა იყენებდა მარცხენა საჭიან მანქანებზე შესაბამისად ჩვენც მოგვიწია რომ ავწყობილიყავით მაგაზე რა. მე ხა მაქვს ეგეთი შეკითხვა, რადგან ნიკა კარგად ერკვევა ბიზნესშიც და მანქანებშიც, მე მინდა გითხრას თავისი პროგნოზი რა შეიძლება მოყვეს შემდეგ რაღაცას. ნუ ეხა ეგეთი ტენდენცია წამოვიდა ამ ელექტრომანქანებმა, შემოიტანა ის, რომ აი თითქოს მანქანები კარგავენ თავის მასკულინობას რა, ანუ მარტივად რო გითხრა, რომ ის აღარ არის რა, ანუ რაღაცა ძრავის ხმარო გესმის და ანუ რაღაც ან ხო ხვდები რა და საბოლოო ჯამში სოფლის მანქანამდე მიდის, რომ სულ ელექტრო მიმართულებით მიდის რა და სადმე გვიყვანს რომ საბოლოო ჯამში ეს კლასიკად გამختარი ისინი რა ჩვეულებრივ მექანიკა და ან ისეთი მანქანა რა რომელსაც ხმა აქვს და ანუ რო ატარებს ხმობ და რაღაცა ეგენი გაძვირდება საბოლოოდ და მაინც მიუბრუნდებით მე მაგას ელექტროიმდენად ძალიან სწორი კითხვა სხვათა შორის რა მაგაზე კითხვა რო დაგესვა 2 კვირის წინ გეტყოდი რომ ელექტრომობილები ბაბლიან მოკვდებიან და თუ არაფერი გამოიგონეს ისეთი რაც გადაარჩენს ამ ინდუსტრიას ელექტრომობილები ვერ გავითარდება მაგრამ BYD-მ გააკეთა ბატარეა რომელიც რადიოაქტიური იმით რო არის ხო კობალტს აღარ მოიხმარს რა და კობალტის გარდა კიდე ბატარეებში გამოიყენება ბევრი ისეთი მინერალი რომელიც ძალიან ეს არის რა ქვია იშვიათია რა ხო და ეგეთი ის რა ქვია ბატარეები რა თუ გავითარდა ეხლა მარტო ეს გარღვევა კი მნიშვნელოვანია მაგრამ ბევრს არაფერს არ ნიშნავს რა ხა ამ ბატარეას როგორ რაღაც აქვს რა იტენება და ხო კიდე მეორე რაც არის ამ ბატარეას რაც ხასიათებს იტენება იმაში რა ქვია 5 წუთში შეგიძლია რომ დატენო მანქანა რა 5 წუთი უკვე ისეთი დროა რომ იმ პრობლემას ხსნის რომ ეს არის ლოდინის და ლოდინის პრობლემა ხა მიდიხარ სადღაც და ყავის დასალევად უნდა გაჩერდე ხო შეაერთებ და სანამ ყავას დალევ ის დატენილია უკვე რა და დავაი გააგრძელე რა კიდე და ამათ ხა ადრე იყო ეგეთი ბატარეა მაგრამ ამათ გააკეთეს ბატარეა რომელიც 5 წუთში იტენება და თან გადის 600 კილომეტრს მაგრამ პრობლემა არის ის რომ ძალიან დიდი სიმძლავრე ჭირდება ამას რომ 5 წუთში დაიტენოს აქამდე და დღეს არის სტატისტიკა ეგეთი რა რომ სულ რომ მთელი მსოფლიოს ავტოპარკი გადავიდეს ელექტრომობილებზე მთელი მსოფლიოს ენერგომომარაგების ქსელი მაგას ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა რა ანუ დღეს მსოფლიო არ არის მზად რომ ელექტრომობილებზე გადავიდეს ეგრე ზეგ უკვე ვირბენთ იმით რა ქვია ჯოხებით და ქვებით და დავხოცავთ ერთმანეთს რა დღეს იმიტომ რომ რესურსები არასდროს გადააწილდება ანუ არ არის განვითარებული რა ვერ მიყვა ვერც მიყვება ძალიან დიდი დრო უნდა მაგას მაგის გამო 2030 წელს უნდა აეკრძალათ იმაში რა ქვია
საბჭოთა კავშირში ელექტრომობილების წარმოება გადაწიეს უვადოდ. ანუ გაუქმება ფაქტობრივად ეგ რა, გააუქმეს, მაგრამ გადავწიეთ უვადოდ თქვეს. იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მაგას ვერ გააკეთებდნენ. ხო და ორი კვირის წინ რო გეთქვა რომ ის გეტყოდი რომ ძალიან დიდი ბაბლია რა, მაგრამ ეხლა უკვე ისეთი გარღვევა გააკეთეს ეგ რა, რომ კობალტს რო აღარ იყენებენ, კიდე თუ ეგეთ რამდენიმე გარღვევას გააკეთებენ. მაშინ ის არის, რა ქვია, მაშინ შეიძლება ელექტრომობილები მართლაც ყოველდღიურობა გახდეს რა და როგორც ადრე ცხენით გადავადგილდებოდით და მე მანქანები შემოვიდა და ცხენი დიდრებისთვის დარჩა. ეგრე იქნება შიდაწვიზრავიანი მანქანები დიდრებისთვის. Toyota-მ, რომელიც ელექტრომობილების ყველაზე დიდი წინააღმდეგი იყო, ამ ნიუსის მერე, უბრალოდ სანამ ეს ნიუსი გამოვიდა და მანამდე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს ზიარებსოდნენ, ამ ნიუსის მერე თქვა, რომ ელექტრომობილების ხაზის გამოშვებას იწყებს. და ეს იმთხელა შიფტია, რომ არ ნიშნავს კი ბატონო რომ მთლიანად ელექტრომობილები უკვე გამართლებულია, მაგრამ იმას ცალსახად ნიშნავს რომ რაღაცა პერიოდი ელექტრომობილები იქნება ჩვენს ცხოვრებაში, რადგან თუ Toyota-მ ახლა Toyota მაგას არ იზამთრებული რო არ იყოს რა, Toyota არ არის ავანტიურისტი არ არის როგორც Tesla, რომ დასაკარგი არაფერი კონდეს და თქვას რომ მე უნდა ვთქვა bold რაღაცა, თორე ისი აზრი არ აქვს რა, Toyota-ს ძალიან დიდი წარსული აქვს, ძალიან დიდი მომავალი აქვს და კონსერვატორული მიდგომებით არის, რომ რაღაც ხო დატესტილი დასარი აკეთებს. ერთება. ასე რომ დღეს ახლა უკვე ჩემი აზრით სადღაც 90 შეიძლება 85%-მდე ჩამოვიდა იმისი ალბათობა რომ ელექტრომობილები გაქრება. მაგრამ ახლა შეხედე როგორი სიტუაციაა რა. გამოუშვეს ელექტრომობილი. გამოვიდა ელექტრომობილი და ჯონმა ამერიკაში იყიდა Tesla, რომელიც მოიხმარა სიტყვაზე რაღაცა 50000 კილომეტრი. მერე დაამტრია და ჩამოვიდა საქართველოში ეს Tesla. საქართველოში ეს Tesla დადის სიტყვაზე ვიზახი და გავატარე 100000-მდე. 100000 უკვე Tesla-ს გაყიდვა მიჭირს. მერე ვეღარ ყიდი რომ ხო ის ხარაც გადახდილი გაქვს. კი ბატონო, მიჭირს, იმიტომ რომ ელემენტების მდგომარეობა ის შეცვლა ძვირიჯდება, იმ ელემენტს მოგვა. მე კაი, დაუშვათ ეს ვაცოცხლე ეს Tesla სიტყვაზე 200000-მდე. Mercedes-ები მილიონამდე ცხოვრობს. ხედავ რა სხვაობაა, აი ძველ Mercedes-ებზე მაქვს საუბარი თუ ახლანდელი რა ცხოვრობს რა, მაგრამ ხედავ რა სხვაობაა, ამ ხელა lifetime სხვაობაა ამ შორის. ეგ სერიოზული პრობლემაა. ეგრეთ ცხოვრობენ 200000-მდე. Tesla მე უბრალოდ სიტყვაზე ვთქვით, თორე ანუ ელექტრომობილი Volkswagen-ი იყოს მაგალითად ID4 რა და ასე შემდეგ. მე ეხა შეხედე ყიდვისას რამხელა რაღაცა აი, ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ID4 აი ესა ელექტრომობილი მინდაო ცოლისთვის და რას მირჩევა და მეთქი ID4-ზე მაგარი ელექტრომობილი ჩემთვის ოჯახისთვის რო ვიყიდო ჯერ არ გამიჩნდა. ჩვენ ვაპირებთ ყიდოთ ფოტოშოპში ID4. ძალიან მაგარია რა და მე მეგონა რომ ის ყიდულობდა ახალს. თურმე ამან იყიდა კოპარტზე. ეს კოპარტიზე რო იყიდა რა, შევხედე თუ არა ბიჭო მეთქი ამ მანქანას დაზიანება რა ქონდა თქო. არაფერიო ეს ბამპერია გატეხილიო რა და ახლოს ვარ ამ ბიჭთან რა და უთხარი რომ ეგ მანქანა მეთქი პორტში რომ მივა, ფოტოები გადმოაგზავნე დეტალური თქო. რამის გამო არ ჩამოწერდნენ ამ მანქანას თქო. მარტო ბამპერის გამო. ხო, რომ მოიყვანა, აღმოჩნდა რომ ეხლა ნახე ელექტრომობილის კიდე რა პრობლემა აქვს რა. ქვემოდან რომ შეხედეს ფოტოთი. ID4-ს ქვემოდან აქვს ელემენტების ქვემოთ აქვს გაგრილების ესე ვთქვათ ესეთი სისტემა აქვს რაც იმაშება? ხო, არა, ნუ ფენა, რომელსაც გაგრილება და გაგრილებას კიდე დამცავი აქვს ქვემოდან რა. გარტყმული ქონდა ამ ელექტრომობილს, ჩარტყმული ქონდა რაღაცაზე, რის გამოც ეს გაგრილების ფენა არის დარღვეული. ის თუ არ გაცივდა ელემენტები, ხო? ელემენტები როგორ არის ელექტრომობილში მოწყობილი, აი ეს ჩაოლებრივი დურასელის ელემენტი ხო, ის პატარა. ეგეთები წყვია. ბევრი არის გადაბმული, ძალიან. და ეს რო გაგრილდეს, აი ეს რო წარმოვიდგინო ახლა რომ ელექტრომობილის ქვედა ძირია, სადაც ელემენტებია მოწყობილი, გაგრილების სითხე შეინ დადის 100. ამიგე რომ ყველა ელემენტს მაქსიმალურად შეეხოს და გააგრილოს რა, თორე ელემენტებს ახასიათებს ერთი ცუდი თვისება, რომ ელემენტი ცალკე ხო ხურდება, მაგრამ თუ ერთად მოაქცევ უფრო მეტად ხურდება რა, ანუ და 1+1-ით კი არ ხურდება, 10x-ით ხურდება რა. ხო და ეგ აქვს ძალიან ცუდი თვისება ელემენტებს, ხოთა შორის Tesla-ს წიგნი არის, აუდიო წიგნიც არის, შეგიძლია მოусმენთ თუ კითხვა გეზარება და ძალიან კარგად არის ახსნილი Tesla-მ როგორ შეეხა პირველ თავიდან მაგ პრობლემას ერთ-ერთი ცნობილ ადამიანს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენი იჩალიჩეს რომ ეგ დაემალათ და მე რაღაცები ქნეს რა. მოკლედ არის. და როდესაც ეს გაგრილება ირღვევა საშიშროება ჩდება რომ უცბად ისეთ ცეცხლში გაჩნდეს რომ შეიძლება ადამიანი დაიბნეს და გადმოსვლაც ვერ მოასწროს და ბევრი დამწვარა მანქანაში მაგის გამო ელექტრომობილში რა და ეხლა ამ ბიჭს მე ეგრევე უთხარი რომ მეთქი ეს რომ ჩამოვა ეს
სულ რო შეუხებელი იყოს, მეთქი უნდა შეცვალო. რამდენიც არ უნდა ღირდეს, უნდა გადაიხადო, უნდა შეცვალო. იმიტომ რომ ცოლშვილმა უნდა იაროს ამითი რა და ეხა ცოლშვილს ვერ ჩასვლა მანქანაში, რომელსაც შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს. მაგალითად ელექტრომობილებს ტრანსპორტირებისას დებენ კიდეზე ყოველთვის გემზე. რომ როგორც კი ცეცხლი გაუჩნდება, გადააგდონ. ელექტრომობილები კი და საუბარიც იყო წლინახევრის წინ რომ დაზიანებული ელექტრომობილის ტრანსპორტირება სრულიად აიკრძალოს. და მარტო ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი ელექტრომობილის რომელიც არის ეს გემით გადატანაზე რა ელექტრომობილი რომელიც არის ახალი გამოშვებული და დაუტენავი. დატენილ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. ხო, დატენილ მდგომარეობაში. მაინც არის აფრთხე როცა გაჩერებული არის მანქანა უბრალოდ გემზე რო არის. აი დამტრეული თუა ელექტრომობილი შეიძლება პროსტა ესე იდოს და აალდეს რა. ხო და მაგის გამო გემზე ელექტრომობილებს დებენ კიდეში რომ ეგრევე გადააგდონ თუ რაღაცა ხდება მოხდა რა. ხო, მაგარი საინტერესო. ის ვიდეო მთელი გემი რო დაწვა ელექტრომობილმა? გემია ესე ყველა დამწვარია თავინდაბოლოდ რაც ერთი ელექტრომობილიც დაიწვა. განადგურდა, ხო? ვა. ხო და ვაში სადგიდა წახვიდე, ხო ცეცხლი. შენ რა ავტომობილი ყავს? მე მყავს ყოველდღიურობისთვის ყავს Mercedes-ი. რომელიც C63W204. დაცუნი მყავს, Lincoln-ი მყავს. დაცუნი პროექტის ის რო იყო მანქანა, ხო? დაცუნი ჩემია. ხო, შენი YouTube იმაში ხო გაქვს რა ქვია ვიდეოში ეგ დაცუნი. ვიდეოში დაცუნი, მაგრამ ჩემია რა, პროსტა ვიდეოშია. პროექტის მანქანა მყავს Victoria, Ford Victoria, Crown Victoria Interceptor-ი რა. ხო და ის აქ დაცუნი მახსოვს და მაგით. დაცუნი ჩემია, პირადი ჩემი მანქანა, ეგ ყავს. და ეს რა ქვია. ხო, რაღაცები ყავს კიდე რა. ოღონდ ისეთი. საერთოდ რა რომ მინდოდა რომ ყოლოდა და მაგით რომ ყავს რა. მოდი ახლა თქვათ რომ აბა როგორ აქცევს ნიკა ყურადღებას ქუჩაში ადამიანებს ავტომობილის მარკის მიხედვით. ანუ ნახე საქართველოში ახლა თან საქართველოში უფრო მეტად გვახასიათებს ეგ რომ ადამიანები მანქანებს და ზირადღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ რომ სტატუსი აიმაღლონ სოციალური ხო ესე არის? არც ხშირ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე არც ამაში ცუდი არაფერი არის არც კარგი არ არის ჩემი აზრით. ყველას თავისი ცხოვრება აქვს როგორც უნდა ისე იზავს მაგრამ შენთვის მაგას რამე მნიშვნელობა თუ აქვს რომ ანუ ნახე აი ხვდები როგორი ტიპია ის რა ქვია რა მანქანით მოდის ანუ ამის ამჩნევ მაგით რა თქმა უნდა ყველა მანქანა არის შენი თავის გამოხატვის საშუალება ადამიანისთვის რა მაგრამ ხო ხშირად რო არ გაძლევს საშუალებას მანქანას იმიტომ კი არ ყიდულობ რომ ნახე ერთი რამე უნდა გაითვალისწინოს ყველა უნდა არ უნდა ქვეცნობიერად მანქანას ყიდულობს იმისთვის ყველამ რა ადამიანის 99% ვინც ახლა პროპაგანდაში ვერ ერკვევა ეგრე რა პროფესია პროპაგანდა და ფსიქოლოგია თუ არ აქვს უნდა არ უნდა მანქანას ყიდულობს საკუთარი თავის გამოხატვისთვის თუნდაც რომ იმას არ კონდეს საშუალება და შეზღუდული იყოს არჩევანში იმ შეზღუდულ არჩევანშიც იმას არჩევს რაც მას უფრო მეტად გამოხატავს რა და საშუალებას მიცემს რომ ხალხს დაენახოს ისე როგორადაც უნდა რომ დაენახოს მივხვდი აი მაგალითად რა პრადოს რო ყიდულობ, შავ პრადოს. რატო ყიდულობ შავ პრადოს, ხო? ადამიანი, იმიტომ რომ პრაქტიკულია, დიდია, ტევადია და ის არის რა, ისეთია რა. ცუდ გზებზე კარგად დადის და არ გაფუჭდება. მაგრამ ზუსტად იგივენაირი არის თუ უკეთესი არა CR-ვე. ან თუნდაც აშერვე. CR-ვე ცოტა პატარა ხო არის. მე მყავს აშერვე. მესმის, მაგრამ იდეაში პრადოვის აწყოს ყველა პრადოს ხელა მანქანა ხო არ ჭირდება რა. ხო, რა თქმა უნდა. ეგეთ ადამიანების უმეტესობას ეყოფა სიტყვაზე CR-ვე, რომელიც ბევრად უკეთესი ფასია, ბევრად უფრო კარგი სატარებელია, ელემენტარულ რამაზე მაინც არ არის, უკან ბავშვი გოგლი მოკდა და არ გადაგიქცევა და არის კიდე რაღაც მანქანები, რომელიც უფრო აი მაგალითად RX-ი რა სიტყვაზე ხო, არის რაღაცეები, რომელიც შეიძლება სხვა არჩევანიც გააკეთო იმ ფასში, ახლა სიმართლე გითხრა ზუსტად აბა ბევრად ძვირი ღირს ვიდრე ის რა ქვია CR-ვე ხო რა. კი, მაგრამ თუ არ გჭირდება რატო იხდი მაგ ფულს? ანუ ეგ ფული ადექი. იხდი რაღაც სტატუსისთვის. გამარჯობა. ხო, ეგ არის. პრადოს იმიტომ კი არ ყიდულობს, რომ პრადო ჭირდება, იმიტომ ყიდულობს, რომ პრადო დაანახებს თავის თავს ისე ხალხს, როგორც თვითონ უნდა რომ დაანახოს. ეგაა მიზეზი. მომწონს რაღაცა. ნიშნავს, რომ ეს მე საშუალებას მომცემს ხალხს ვაჩვენო როგორ აღვიქვამ ჩემ თავს. მივხვდი? ის კი არ არის, რომ ნახე, ერთი რამე არ მინდა, ვინმე თუდად გაიგოს რა. ის კი არ არის, რომ მე ისე ბანძი ტიპი ვარ და ამითი კაი ტიპი ვჩდები. არა. ეგ არის რაღაცა მომწონს, ნიშნავს, რომ მე ეს საშუალებას მომცემს, რომ ხალხს დავენახვო, როგორადაც მე ჩემი თავი წარმომიდგენია. ეს კლასში რო ვჯდები, მე ჩემი თავი წარმომიდგენია სერიოზული
ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც საქმე აქვს საფიქრალი და არა მანქანა და მაგიტომ ჯდები ეს კლასში და მაგიტომ ყიდულობ ეს კლასი. თორე ბევრად უკეთესად დადის 200 ვიდრე ახალი ეს კლასი რა. ხო, მაგრამ იმიტომ აკეთებ მაგას. აი ხა ნახე. გიგახა მე რაზე ვიფიქრე ნახე იცი? ის მაგრამ ვაფიქრე იცი ხა მე დავფიქრე რომ მეთქ მაგას თუ ჩემი ქვეცნობიერი აკეთებს და დარწმუნებული ეგრე იქნება. რა გამოვხატე ჩემი წითელი Nissan Note-ით. რა მინდოდა რომ გამომე. რაღაცას გვანიშნებს. ხო, მაგაზე ვისწავლეთ არება და ეხლა მყავს. ძალიან კაი რაღაცა თქვი ახლა რა. ეგ არის კაკრას რაც კომენტარში დაიწერებოდა ახლა ამ ვიდეოს დაბლა რა, რომ აი საერთო ახლა რა გინდათ რომ Nissan Note-ით რომ დავდგარ მიხარია ეგ მინდოდა. ნახე შენ რა გამოხატე მაგითი რა, შენ მაგითი გამოხატე რომ ეს არის რა ქვია. გადაწყვეტილება მიიღე რაციონალურად. ეგ კი, ძალიან რაციონალურად მივიღე. ხო, გამარჯობა. ესე იგი მე ვარ ადამიანი, მაგის შენ გამოხატე რა მიეც მაგ Nissan Note-ში. 4 და 5. 4 და 5, 4 და 5 და 36-ს ვერ იყიდი, ხო იყიდი? კი, ვიყიდი. გაიჭირებდი და ჩაეტევდი, როგორც Nissan Note-ში ეტევი, ისე. შეიძლება უკეთესადაც ჩაეტევდი, მაგრამ შენ Nissan Note-ი იმიტომ იყიდე, რომ პატარაა და იმიტომ რომ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ მე და მინდა რომ ხალხმა დამინახოს რომ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ. ეს არის შენი ქვეცნობიერის ფიქრი. და შენი თარგმანი ამაში ეგეთია რომ ახლა მე ეს გამომადგება. გადავიდეთ ბავშვობაში. და მე მინდა ნიკას ეგეთ შეკითხვა დაუშვა, რომ ბავშვობაში თუ უყურებდა ყველაზე ჭკვიანს. რა თქმა უნდა. უყურებდი. თემა მანქანები წავიდა. რას ნიშნავს, როცა GT არის მანქანაზე გამოსახული? Grand Tour. სწორია. რომელიც ცხოველია გამოსახული Lamborghini-ის ლოგოზე? ხარი. სწორია. რასაც იყენებს Bugatti Chiron? Chiron-ი. Chiron-ი? ხო, Chiron-ი. რასაც იყენებს Bugatti Chiron-ი. ბენზინი. ბენზინი თქვი ერთ-ერთი. რა ხმა აქვს მე ის აქვს BMW-ს? მანქანის შიდაზვის როვის მანქანა. რომელი ქვეყანა აწარმოებს Škodas? ჩეხეთი. სწორია. რომელ მანქანას ეძახიან მანქანების ფანები Godzilla-ს? Nissan, Skyline. GT-ერი. ხო, ნუ GT. 2024 წელს რომელი ელექტრომანქანა გაიყიდა ყველაზე მეტი? BYD. Tesla Model Y. ვინ არის მძღოლი რომელიც BYD-ზე მეტი გაიყიდა? კი, ანუ ეს ოფიციალური მონაცემები. BYD უფრო მეტი გაიყიდა. შარშან გადაასრო. გადავამოწმე. მართლა, კაი გადავამოწმე. ChatGPT-ს კი. ვინ არის მძღოლი რომელიც ღამის 4 საათზე მანქანას აგზავებს და დაძინების საშუალებას არ გაძლევს? მოყალევებ. Sorry. რამდენი სიჩქარე აქვს თანამედროვე ფორმულა 1-ის მანქანებს? 12. 8. რომელი გერმანული მანქანას ლოგო არის გაკეთებული 4 რგოლით? Audi. სწორია. რომელი Peugeot მოდელის ჯობს Mercedes C-Class? Peugeot მოდელი 206 ალბათ ტურბინი. არც ერთი. C-Class. საქართველოში ტაქსისტების საყვარელი მანქანა? Prius-ი. სწორია. რომელი მანქანა გავს ძალიან სწრაფ მანქანას, რომელსაც ჩემი Nissan Note-ით უსწრებდი? Dodge Challenger-ს უსწრებდი. იმიტომ რომ ზანელია. დიფერენციალის მთავარი ფუნქცია რა არის მანქანაში? დიფერენციალის გადანაწილება საბურავებზე. სწორია. Toyota-ს luxury ვერსიების რომელი ბრენდის სახელით ვხედავთ? Lexus-ი. სწორია. ვინც უკრიდან ურტყავს ის? ლუტყოვანია. აკეთებს. რამდენზე უნდა გამრავლო მილი რომ კილომეტრებში მიიღო გარბენი? F62-ზე. სწორია. რამდენი ოქტანის არის პრემიუმ ბენზინი? 98. სწორია. რომელი ტრანსმისიას არ აქვს სიჩქარე? ვარიატორს და თორქ ტრანსპორტერს. მეორე არ ვიცოდი. ყველაზე ხშირად გამოყენებული მარშრუტი მანქანისთვის? სახლი. მანქანების ბლოგერი რომელიც თვითრინავს მიება და ისე გადაიღო ვიდეო? მე. სწორია. ხოკაი ყველაზე ჭკვიანი იყო. არა, ყველაფერზე პასუხი გავს. ფორმულა 1 12 რატომ ახსოვდა? 8. არა, 8 არის. ის რა BYD უნდა გავარკვიო, იმიტომ რომ ის მე. ბანზე წავს ცოტას ეგ რა, მე როის ჩაი. აი, მე მაქვს ხა ეგეთი უცბად მივაყაროთ რა, მაგარი თამაში მაქვს რა. გაბაზრებული ფრაზები, ხელოსნების, მანქანის ხელოსნების, ან მანქანის მოყვარულების ფრაზები სათითაოდ უნდა ვთქვათ, ასე? ფრაზები და ვისაც ამოიწურება ვარდება და ერთი გამარჯვებული დარჩება. ოღონ 10 წამი იყოს რაღაც შუალედი, რომელშიც უნდა მოიგოს. ხელოსნების ფრაზებს ვამბობ თუ მანქანის მეპატრონების? თუ ორივე. ხელოსნების ფრაზები რა, ხელოსანთან რომ გამოიყენება აი ფრაზები. ზოგადად, აი მანქანის მოყვარულები შეიძლება იყვნენ ხელოსნები, შეიძლება იყვნენ აი ეს აი იყოს ხელოსნები იყოს, ყველაზე კარგი ეგ არის. ხელოსნების. კი ბატონო. აი ბაზარი არა. ვინ დაიწყებს? მე დავაუ არ გაკეთდება. აი, ვინ იქნება სწრაფად მომქო. ხვალმოდი. ბაზარი. უნივერსალური კატალიზატორი დავაყენოთ მე. არის ხო ეგეთი? კი, დავაყენოთ ხო რომ აქამდე ამით როგორ დადიოდი თო? კი. ზეგ დამირეკე და გეტყვი როდის მოხვიდე. კაია.
ამას დედას მოუთხო. ელიავაზე ნახე დაშლილებში. ეგ სხვანაირი მქონდა მე. გაიარე ძმა უკეთეს ფაში თუ სადმე ნახავ სხვა გაკეთებს მოდი. ეგ ხა იმაზეა რა კე პორტნეულზეა კაცო. ბაზარია ეგ. ბაზარია ეგ. მიდი. მანქანა. ვერ ხედავ რა ვაკეთებ რაღაცას. ხო, ვერ ხედავ ბაზარი არა. აი ესა რადგინა ბიჭო ყიდვა, ამას გაგიკეთებ ისე. კაი, გავარდი მაშინ. კაი, მედი თორნიკი. ტაივანს ვერ ჩავსვა ამაში. არის ეგეთი. არ წავა ტაივანი, არ წავა ამაზე რა. ტაივანი რო გითხო არ ჯდება. გუშინ მითხრეს. აი ძმაო, თავზე დამადგები. რა იქით დაია იმას კაი. არა, მაგას არ გეუბნებიან, ეგ იგრძნობა, ეგ იგრძნობა. ჯერდა დავიწყოთ დროსელით. ჯერდა დავიწყოთ დროსელით. გია იკითხე? გია იკითხე, ხო, გია იკითხე. მე ხა შენ გეხმარები. ხო, აბა, იგარი. ედასენ ერთად. ამაში რასასხავ? ხო, ბაზარი არა. რაღაცა რო არის. რო არის ეს ამაში. ამაში რასასხავ? ფილტრები ნახე? ხო. აუ. პერედოქში რა ქრამე? ასე არ იტყვა და? ეგ. კლიენტის არის. ეგ კლიენტის არის. ხო, მოიცა? შარე რა. რამდენად ჩამოიყვანე? არ გეტყვის? ხო, უეცრალი გეტყვის, ხო. ეს რამდენად ჩამოიყვანე? ეს რა არის ძმაო, ასეთი მყავდა წინაზე მოყვანილი, კაროჩე იმენა. გავყიდე 8600-ში. მაგარი მაგ. ესენი ხო მანქანები არ არის. ესენი ხო მანქანები არა. ბაზარია. კაი. ჩაიწერე და მანდგაკ დამზრეული. მაგას რო ჩაიწერე. სამია, მაგრამ ორ ნაჭერში გაგიკეთებ. ორ ნაჭრის ფასად გაგიკეთებ. არია ხოლმე ეგრე ხო რა, ის რა უნდა რა, საღებავი გეუბნება. თუ ჯიგარია გეუბნება. კაროჩე აი ჯიგრულად რო გითხრა ძმაო, აი ჩემთვის მაგალითად ამანქანას არ ვიყიდე. ბიჭო, ბევრი ყოფილა ეს. ახლა სუშილკით თუ გინდა შეღება 350 და ისე 250. ბიჭო, არ ხო და მე მგონი არ მოიწურება რა ეს ხედავს. არა, მე არ მაქვს ეხა, მე არ მაქვს ეხა. არა გაქვს. დაგვიწერონ კომენტარებში კიდე რა, რამე თუ გამოგჩა ისეთი. ისეთი ფრაზა რაც გამოგჩა და მე მგონი თითქმის ყველა ვთქვით. რავი, ძალიან ბევრია. არა, ისეთი რა, გავარდნილი ფრაზებს გეუბნები თორე. ესე იქნება კიდე. კაი იყო ხო ეგ? კაია, კაი ფრაზები. გვაქვს კიდე რამე ეგეთი თამაში? სხვა შორის ერთი თამაში გვაქვს კიდე 30 წამში ვინ რამდენს ჩამოთვლის რა. ამ შემთხვევაში ორი გუნდი უნდა გავხდეთ რა. ანუ მე და თორნიკი ერთად ვიქნებით, ნიკა და გიგა ერთად ვიქნებიან და ხუთი თემა გვექნება, წავიკითხავთ და 30 წამში ვინ მეტს ჩამოთვლის აუქციონის პრინციპით გავაკეთებთ. არ გეცოდინე მე აუქციონის თემა როგორ არის. კაი, მოდი თანმიმდევრობით ამოვიღოთ ხო და წავიკითხავ მე და 30 წამში ვინ რამდენ ავტომობილს ჩამოთვლის, რომლის ემბლემაზე ცხოველი არის გამოსახული. ნუ ერთით დავიწყოთ, ერთს ვიტყვით ჩვენ. ორს ვიტყვით. ორს ვიტყვით. სამს ხო ვიტყვით. კლიკავს თავში. 4-ს. 5-ს ვიტყვით. მე მგონი რომ ვიტყვით კი. 5-ს. 5 ბიჭო. არ მგონია 5. არა, როგორ არ მგონია? ნიკაი. 6? ხო. დარწმუნებული ხარ? 7-ს ვიტყვით. 7. ბაზარი არა გავა. მიდის, არ ვიცოდი მე 6-ს. აი დავიწყეთ, რაღაცას ვიტყვი და Lamborghini, Ferrari, გაზელი რო ჩართოს. აი ჩართოს და ეგ არა. ოკეი. წავიდა. Lamborghini, Ferrari, Jaguar, Gazelle, Peugeot 5-ია ხო? ორი ცალიღა დაგვრჩა? ხო. Alfa Romeo-ზე არ არის? არა, Alfa Romeo-ზე უბრალოდ დროშა არის გამოხატული რა. Alfa Romeo-ზე არ არის, Rolls-Royce არ არის. Mustang. ბაზარი არა. Ford-ის Mustang-ი. არა, Ford-ის Mustang-ი ხომ არა, თვითონ Ford-ი უნდა იყოს. Mustang-ზე ის არის რა. ანუ Ford-ი უნდა იყოს თვითონ. ცხოველის თავი რო ახატია, რა ქვია? MG კი არა. აუ 2 1 ფუ, ჩაო. დოჯი. არა? არა, დოჯი კი არა. დოჯი ხო ახატია. კი, დოჯი ესეთი ახატია. ცხოველის თავია რა. ისა რა ქვია? რა ქვია? ნუ წავაგეთ რა აზრი აქვს, მაგრამ ვამბობდი რა, არის. 7 არის, კაროჩე. 30 წამში ვინ რამდენ ელექტრომობილს ჩამოთვლის? მოდელები 7 ხო ვიტყვით ჩვენ. 7 კაცო. 7-ს ვერ იტყვით. თქვა, იცი რატო მოდელების სახელებია გემახსოვრებთ.
ის ზიკრები რო არის. ის ზიკრი 1 2 ეგრე ყობა. ხედი რომ 8 სიტყვის ან კაი, არ არის. არ მივხვდი. ანუ მოდელები არის თუ რა? არა, შვიდს მე ჩამოთვლი, კაც თავისუფლად ჩამოთვლი, მაგრამ რთული დასამახსოვრებელი ისეთებია. link encoders, link მე მგონია რომ ნიკასგან უფრო საინტერესო იქნება რომ ვიდრე ხა ჩვენ მაგრამ ჩვენ 7 გვაქვს ნათქვამი. თუ 8 სიტყვიან კი ბატონო. და ვფიქრობ რომ 8 7 ელექტრომობილის კი, კაი, მიდი. კაი, ჩვენ ახლა 7-ს გაგვიჭირდება და 8-ს თუ იტყვი, დავიდეთ. კაი, პირველს ვიტყვი და ერთი ბაზარი რაც არა. Tesla Model S. Tesla Model S, Tesla Model 3, Tesla Model Y, Tesla Cybertruck, Link Encode 09, Link Encode 06, Link Encode 03, Zikris 001, BMW i3, BMW i8, ელექტრომობილები თუ BMW i8, BYD Leopard-ი, რა ვიხ, ბევრია რა. აბა ნახოთ შემდეგ. ზიკრი ხო გითხარ მართლა? 1 2 ზიკრი. 30 წამში ვინ რამდენ საგზაო ნიშანს ჩამოთვლის? აჰა. კირპიჩი 10. 10 10 11 12. ჩამოთვალეთ რამდენიც გაგიხარდებათ. 12 ძახი? რავი, ჩამოთვალეთ. 13? 13 ხო? რატო არა? ხო შეგხვედრია 13. ჩამოთვალეთ. 30 წამში გაუჭირდება. რა უნდა ჯერ 40-ის შემზღუდვაო, 60-ის შემზღუდვაო. აი, მაიცა, წავიდა დრო. 40-ის შემზღუდვაო. 20-დან დაიწყე, 20-ის შემზღუდვაო, 40-ის შემზღუდვაო, 40-ის შემზღუდვაო, 50-ის, 60-ის, 70-ის, 80-ის, 90-ის, 100-ის და 100-ის. აი 10. 10. ეხლა შეიძლება ავტობანის დასაწყისი. ავტობანის დასაწყისი ის არის რა ლიანდაგებია სამკუთხედი წითელი ყვითელი რო ის არის რა ქვია ნიშ მაგას თავარი გზა დაუთმე თავარი გზა მარჯვნივ თავარი გზა მარცხნივ ხო. თავარი გზა პირდაპირ ხო აბა რა არა, რაღაცა მარტივად სამხრივი. ხო სამხრივი კი არა ვიცით ბიჭო გასწრება შეიძლება შეიძლება. ანუ მეტი უნდა გვექნა რა. ხო, მოვიგეთ მოვიგეთ ხო. და ეხლა შემდეგ თემაზე უნდა გადავიდეთ. აუცილებლად. არის ნაჯახი შეკითხვები. მოკლედ, კითხვები, რომლებიც გამოგვიგზავნეს ჩვენმა გამომწერებმა შენთვის, ან შეიძლება ჩვენი დაწერილიც კია. ოკეი. ძალიან მარტივად რა ესე წიგნიდან ამოიღებ, ხმამაღლა წაიკითხე და გვიპასუხე გულწრფელად რა. რომელ მანქანას არ იყიდი არასდროს და რატომ? ცეცეს Volkswagen-ს. რატო? ბიჭო, აი არაფერი არ აქვს. ერთი მიზეზიც კი არ აქვს, რის გამოც შეიძლება ეგ მანქანა იყიდო ადამიანმა ჩემი გადმოსახედიდან რა. აუ ეხლა ამასაც ნახეთ ის რა ქვია 23-იან 24-იან და ძალიან ლამაზი იყო. ანუ ვიზუალურად რაღაცას გავს. აი მართლა ის არის, მაგრამ აი მე გადას არ მომწონს ვიზუალურად ეგ რა. აი რაღაც ადამიანს რო ჩასვავ ეს ის. ხო, მაგრამ ნახე, აი ცელეს წინ რო არ მომწონს მე. ერთი შეხედვით ეხლა შეიძლება ვიღაცებს მოწონს, მაგრამ იმდენად არაპრაქტიკულია. რომ აზრს ვერ ხვდები მანქანის არსებობისას, გარდა იმისა, რომ თავის დროზე პირველი ვერსია იყო განსაკუთრებული ვიზუალურად და მეორე უკვე აღარ იყო ხა პირველი არსებობდა ეგეთი ბანანი, ხო? მაგიტო აი ეგ მუღამი რომ დავიჭერე, მან გამიწროდა გული, თორე ადრე მეც მეცე. Volkswagen-ს არასოდეს არ ვიყიდი. თუ არ რაღაცის გამო თუ არ მომიწია, რომ აი თვითონ დაიფო. რომელიმე ავტომობილი თუ დაგირეკლამებია სინამდვილეში რომ ისე რომ ეგრე არ ფიქრობდი, არა. თავის აი მენა ამაზე შემიძლია დაჟე გილიოტინის ქვეშ დავდო თავი. ჯარიმას პირველად დღეში იხდი რომ 20% კი. ეგრე ვიხდი, ანუ პირველი რას ვაკეთებ, თუ ჯარიმა მაქვს, ჯარიმას ვიხდე, მე ყველაფერს დააჩით, თორე გიორგი სარიშვილზე უკეთესი კონტენტი გაქვს. თანკიდან არა. ისინი ბევრად მეტროს ახარჯებენ კონტენტს, მე ვერასოდეს მანქანას ვერ ავაწყობ, სანამ ასე უდგები საკითხს, როგორც ეგენი აწყობენ. ეგ მაგ პროექტს მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ დროს ვერ დავუთმობ მაგდენს. მაგრამ უკეთესი კონტენტი მაქვს ჩემთვის. ანუ მაყურებელი, რომელიც მე მინდა რომ ყავდეს, იმას ჩემი კონტენტი აინტერესებს რა და ის შენი აწყობილი მანქანა არ აინტერესებს, მაგრამ იმას, რომელი მაყურებელიც უნდა რომ ყავდეს, იმას ეს რა ქვია ის კონტენტი აინტერესებს. ყველაზე ცოტა რამდენი ლარის საწვავი ჩაგისხამს. აი წერან საუბრობდი საწვავზე. ყველაზე ცოტა ჩამისხამს ალბათ. რავი. ერთხელ რაღაც ეგეთი მახსოვს რომ 5 ლარის ჩავასხი ერთხელ მეტი არ მქონდა ფული რა და 5 ლარის ჩავასხი. ალბათ ეგ რა ყველაზე ცოტა. თუ დაგირღვევია მოძრაობის წესები კი კაცო. რა კითხვა იყო? თუ დაგირღვევია მოძრაობის წესები შეგნებოდა. კი. მანქანა რომ არ არსებობდეს ცხენით ვივლიდი ალბათ რა ვიცი. არ ვიცი, მანქანა რომ არ არსებობდეს, არ ვიცი. ხო. აი ნახე, ხო არსებობს ახლა მანქანა. და უკვე აღარ არის მანქანა.
შენი ცხოვრება როგორი იქნებოდა, ანუ სატრანსპორტო საშუალება შეიცვალა კი არა. ზოგადად მანქანა რო არ არსებობდა, შენ ცხოვრება სად აყალდებოდა. ხო. ოღონდ იცი რომ მანქანა არსებობდა და აღარ გაქვს. ხო, ეს ნოსტალგია გააქვს, რა. გამნარკომანდებია. იმიტომ რომ მაგაში პაულობ შენ იმას ხო მანქანაში. ეს ხა ვიხუნებ, არა ისე მოვიწყენ რომ რავიან. ხო. ბიჭო, აი ყველაფერში სახში მეკიდია 1 2 3 4 6 ნახატი. აქედან 4 არის ბიგლუსი და 2 მანქანის. მაგლა. ხო ხტები რა, ანუ ეგეთება რა. შესაბამისად ხო, მნიშვნელოვანია. სადაც დავდივარ ეს თუნდაც მე შეაქვია გამოფენებზე, ყველა სულ მანქანის გამოფენებზე დავდივარ და ეგეთ რაღაცეებზე რა. სადმე თუ მე მყავს მუზეუმები ძალიან ქვეყანაში რომ ჩავდივარ, პირველი რასაც ვაკეთებ, მივდივარ მუზეუმში რა. თუ არის მანქანის მუზეუმი, ჯერ იქ მივდივარ და მე სხვა მუზეუმში და რა ვიცი ახლა. არა, მაგარი გამიჭირდება. მე მგონი ძალიან გულწრფელი პასუხები იყო. კი, კარგად. მადლობა ნიკას ესეთი გულწრფელი პასუხებისთვის კი ბატონო. და აქედან უნდა შევამზადოთ შემდეგი რუბრიკისთვის, რომელსაც ქვია სტუმრის 1 წუთი. შეუძლია ნებისმიერი რამე ისაუბროს 1 წუთის განმავლობაში, შეუძლია თავისი ბიზნესები და რეკლამოს და თქვას რომ ყველა მივიდეს იქ შეიძინოს ან რაღაც გამოიყენონ მისი აპლიკაციები და ასე შემდეგ ჩვენი შეუძლია ჯერჯერობით ეს მცირე აუდიტორია შეგიძლია გამოიყენო. ხო, შეგიძლია ნებისმიერი რამე რაც შენ გინდა ის თქვი, შეგიძლია რომ ხალხს უთხრა რომ ჩემი YouTube-ი გამოიწერეთ, შეგიძლია ბიჭების შენ რაც გაგისწორდება ის თქვი. 1 წუთი გაქვს, ჩვენ ვართ ჩუმა. რავი, გამოიწერეთ ხალხო ეს არხი. და დაალაიქეთ. პირველ რიგში ვიდეო დაალაიქეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ალგორითმმა წაიღოს და მეტმა ნახოს, რა შრომობენ ეს ბიჭები აქ. მოაწყოს ამხელა რაღაცა და ამიძახეს, ტექსტი დაწერეს, თამაშები მოიფიქრეს. მნიშვნელოვანია და დააწექით ჯერ ლაიქს პირველ რიგში და მერე subscriptions და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და ბიჭები ამოარჩევენ გამარჯვებულს და რომელიმე გამარჯვებულს როცა ამოურჩევ, უნდა 200 ლარიან ქაროს ვაუჩერს ვაჩუქებ, უნდა 200 ლარიან სელოს ვაუჩერს ვაჩუქებ რა. ვისაც ნებისმიერი კომენტარი დაწერეთ და რენდომაიზერით ბიჭები ვისაც ამოარჩევენ და მეტყვიან, ეგრევე გინდა ერთ ვაუჩერი გამოიყენეთ, გინდა მეორე. რავი, ეგ იყოს. ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგია. მადლობა ნიკა. მადლობა. მოკლედ კომენტარები დაწერეთ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცა თურმე გათამაშება გვაქვს მეგობრებო. გათამაშება შემოგთავაზა ნიკამ და ძალიან კარგია. მაგრამ ჩვენც ის არის რა ქვია. კი, უსაჩუქროთ არც ჩვენ არ გვინდა რომ გაგიშვათ ჩვენი პოდკასტიდან და გვინდა Doorhouse-ისგან 20%-იანი ფასტაკლების ვაუჩერი გადმოგცეთ. Doorhouse-ი არის კარებების კომპანია, რომელიც დაგიმზადებს შენი სურვილისამებრ ნებისმიერი ზომის, ფორმის და რაოდენობის კარს. დრო დამჭირდება აუცილებლად მევაკითხო მაშინ. კი ბატონო, დაგვეკონტაქტე, დაეკონტაქტე Doorhouse-ის ბიჭებს. მაგრამ სანამ ეგ მოხდება, მე მინდა მაყურებელს მიმართო, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ძალიან მაგარი ადამიანი, ძალიან საინტერესო ინფორმაციებით, ყველა მიმართულებით. ნიკა აბაშიძე მე კიდე უთხრა მაყურებელს რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ნიკას არხი, გამოიყენეთ აუცილებლად. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ 200 ლარიანის კონდეთ ვაუჩერი. კი ბატონო, დაგვიწეროთ კომენტარებში ვინ მოვიწვიოთ სტუმრად. კი ბატონო. ნებისმიერი კომენტარი რა და ავარჩევთ ჩვენ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იყო ნიკა აბაშიძე, ჩვენ ერთი კვირით დაგემშვიდობებით, შემდეგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. მადლობა ნიკა. მადლობა. ეს ჩვენია. კაი, ჩვენია. აუ, კი, ძალიან კარგი.